10-მდე ოპოზიციურ პარტიას ავკრძალავთ. დიახ, უნდა იკრძალოს. უნდა იკრძალოს და როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ოპოზიციის გარეშე განსხვავებული არა, ოპოზიცია იქნება, მაგრამ ნუ რა ვიცი, სხვა ოპოზიცია. ეს ოპოზიცია რატომ არ უნდა იყოს? არ უნდა იყოს. რატომ? რა ვიცი, ესეთია ჩემი აზრი. კარგით, და ამაზე რას ფიქრობთ? აი ამ სტატისტიკაზე, პენსიონერებს 20 და 45 ლარით რომ ეძებდებათ პენსია და მაგალითად პრეზიდენტს და პრემიერს 1400 ლარით, დეპუტატებს 1120 ლარით. ეს შეიძლება რომ ჯობია რომ პენსიონერებს გაეზადოს, რა თქმა უნდა. ეს არის საქართველო, რასაც ივანიშვილი 2012 წელს გვირდებოდათ? აი მე ეს არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნაციონალებმა რა გააკეთეს არ ვიცი. შეიძლება გკითხოთ ოპოზიციის გაუქმების ინიციატივაზე რას ფიქრობთ? არ მაინტერესებს არც. და ანუ საერთოდ მაინტერესებს არც მეორე. საერთოდ არაფერი? არა, არ გვინტერესებს. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის უნდა იყოს ქვეყანაში, ჩემი აზრით დანაშაულია. რას ემსახურება ეს იდეა და ინიციატივა? იმას რომ განსხვავებული აზრი არ იყოს ქვეყანაში ალბათ და ისევ შიშის დანერგვას ხალხში რომ რაღაც პროპაგანდას, რა თქმა უნდა, რომ ომი იქნება და ოპოზიცია ამ ყველაფერს ცდილობს და ქვეყნის არევას. 10 ოპოზიციური პარტია უნდა გაუქმდესო და რა უნდა დარჩეს? ხო, აი რა უნდა დარჩეს? აი ვერ გაქცევთ პასუხს. იმდენად არეულია სიტუაცია, აი ვერანაირად ვერ გაქცევთ პასუხს. ძალიან დიდი პრობლემა. არა და ძალიან ცალსახა პასუხი უნდა იყოს წესით, თუ დემოკრატიისკენ მივდივართ. 10 ოპოზიციური პარტიის გაუქმება. ვერც ოპოზიციას ვხედავ. აი სრულყოფილ ოპოზიციას ვერ ვხედავ მე. რაც არის იმის გაუქმების შემდეგ საერთოდ რას ნახავთ მაშინ? ახალი ძალა უნდა მოვიდეს რაღაც ეს რაც არის ორივე უნდა წავიდეს ორივე წასასვლელია მე მგონი თვითონვე უნდა მიხვდნენ და თვითონვე უნდა ეყოთ სინდისი რომ დაანებონ ამ ყველაფერს თავი არც ერთი არ ვარგა პოლიტიკაში არ არიან პოლიტიკოსები არც ოპოზიცია არც პოზიცია კიდე ერთი სტატისტიკა აი მონაცემები თქვენს ხედავთ დაცინვა არ არის ხო აი მაგაზე რა პასუხი აი ვინ არავინ არ გაქცევთ ეს არის სასაცილოდ აგდება კიდევ ერთი წიხლის დაჭერა ქართულ ადამიანზე აი არ ვიცი თავმოყარობა დააკარგინეს ქართულ ადამიანებს ხო ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს გვეუბნებოდა ხალხისთვის მოვდივარო და პრეზიდენტს და პრემიერს 1400 ლარით ეზრდება ხელფასები დეპუტატებს 1120-ით მინისტრებს 1190-ით ხო სასაცილო ეთებენ ამ ქვეყნისთვის სასიკეთოს არ ვიცი აი სასაცილო ამარ სატირალი რო არ იყოს მე პროფესორი ვარ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვასწავლი და 750 ლარი მაქვს ხელზე 750 ლარს ვიღებ და რა ვიცი აი რა გითხრათ ოპოზიციის გარეშე ანუ გამართული პოლიტიკა ვერ გვექნება ვერანაირად იმიტომ რომ როგორც პოზიცია ასევე ოპოზიცია ჭირდება საქართველოს რომ ანუ რეალობა დავინახოთ ან სიცრუე ეს ოპოზიცია არის აუცილებელი ქვეყანაში კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს აი სტატისტიკა თუ შეგიძლიათ რომ წაიკითხოთ პენსიები რამდენით იზრდება და მინისტრებს პრემიერ-მინისტრებს მინისტრის მოადგილეებს დეპუტატებს აი რამდენი ეკნებათ ხელფასზე დამატებით ეს არის სირცხვილი რაც აქ ხდება ამ ფურცელზე ესეთ რაღაც არ შეიძლება დემოკრატიულ სახელმწიფოში ესეთ რაღაც არ უნდა ხდებოდეს მაგრამ ხდება და რეაქცია სათანადო არ ჩანს სამწუხაროდ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ მე პირადად სტუდენტი ვარ ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ ხელი შევშალოთ ამ ერთპიროვნულ მმართველობას გამარჯობა შეიძლება აზრი გკითხოთ ოპოზიციის აკრძალვას აპირებს ივანიშვილი კარგია რატომ მითხარით კონსტრუქციული ოპოზიცია საჭიროა მაგრამ ასეთი ოპოზიცია რომელიც დღეს საქართველოშია ეს ნამუსგარეთა ჯგუფია მეტი არაფერი განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობა და მისი დამქაშები დამქაშები ვინ არიან აი ყველა რა ხაზარაძე მაზარაძე რა ვიცი ნაირნაირებია კობახიძე ამბობს სულ 10-მდე ოპოზიციური პარტია უნდა ავკრძალოთო აბა ყველას თავთავი სახელები გვია და იქნება 10-ის აკრძალვის შემდეგ საერთოდ რა რჩება უნდა გამოჩნდეს კონსტრუქციული ოპოზიცია რა ხდება ქვეყანაში ცუდი ხალხი იბრძვის ხელისუფლება დღევანდელი ხელისუფლებაც ოცნება იბრძვის იმისათვის რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და თავისი იდენტობა გააჩნდეს
მაგარია. აი აზრი ხუმრობა გონდა რა თქმა უნდა. სერიოზულად მეკითხებით, რას ემსახურება ის, რომ ოპოზიციას აუქმებს ქართული ოცნება? ეს ემსახურება იმას, რომ ბოლომდე დამყარდეს დიქტატურა. რა თქმა უნდა. და ბოლომდე გაშალონ ხელები რა და ეს ხელები ადრე თუ გვიან ყველას მისწდება, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ამბობს ძალიანაც კარგი თუ აიკრძალება ნაციონალური მოძრაობა, კიდევ რამდენიმე პარტიაო და ერთ პარტიულ სისტემაში, რაც მოჩვენებით ოპოზიციურ პარტიებს შექმნიან ალბათ, ასეთ გარემოში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი, თქვენ ახალგაზრდა ხართ? ჩემი მომავალი საერთოდ ვერ წარმომიდგენია რა. შეიძლება ეხლა დააგვეცეს რომელიმე კორპუსი ან რა მეტროში ვერ ჩავდივარ წვიმა როცა არის, იმიტომ რომ არ მჯერა რომ ნორმალურად უვიან მაგალითად ან ამ ესეთი რა. რა ვიცი, ბოლომდე გაგვარადგურებენ ალბათ რა, როგორც თავისუფალ ხალხს რა. განსხვავებული აზრისგანაც ძალიან ცუდია. ერთ აზრზე ჩემტერი იქნა ყველა მოსახლეობის დიდი ნაწილი. ეს არ არის სწორი, ოპოზიცია უნდა იყოს ქვეყანაში. მაგრამ ეხლა ეს რაც არის ეს ოპოზიციას ვერ დავარქვა. ხო, რაც არ უნდა ცუდი იყოს ოპოზიცია მისი აკრძალვისთვის, ის საბაბი, რასაც ახლა ოცნება იყენებს, თქვენთვის მისაღებია? მისაღების საბაბი არ არის, მაგრამ არც ის არის მისაღები, რა პოზიციაზე და რა ხაზითაც ამაც მიყავთ მიმდინარეობა. აი არ არის სწორი ხაზი არჩეული. ამათ რო კონდეთ სწორი ხაზი ძალიან დიდი ნაწილი ქართველების გაყვება, მაგრამ არ აქვს ეს სწორი. და უნდა გაუქმდეს ამის გამო? არა, გააჩნია ვის აუქმებენ. მაგალითად, თქვენ ვის გაუქმებას ემხრობით? შეგიძლიათ დაასახელოთ თუ თქვენთვის პრობლემა თუ არ გინდათ ის არის? ხაბეიშვილი, თუ გინდათ ის კუპრაძე, თუ გინდა ძალიან ბევრნი არიან უკვე. ეს არის ხალხი, რომლებიც წლებია მოდიან. თუ გინდათ ის ხალხი მოდიან ზვიადის დროს და დღესაც ისე ვითომ ოპოზიცია არიან. ძალიან ბევრი ეგ. თქვენ ჩემზე კარგად იცით ეს ხალხი. თქვენ შემოდით ახლა მე ტექნიკურ უნივერსიტეტში ვარ და პროფესორ მასწავლებლების უმრავლესობას აი დანახვა აღარ უნდა ამ საზოგადოების. აი ამ პროტესტში მონაწილეობს? აი ამ ლიდერების თუ გინდათ. გინდა ბოკერია, გინდა ჩორბალეიშვილი, ნუ ყოველგვარ ცდილობას, ნეობას, ყველაფერს აცილებული საზოგადოება. ვისი დანახვა გინდათ? მე მინდა კონსტრუქციული, ნორმალური, განათლებული, ჩამოყალიბებული ოპოზიციონერების და არა მაპატიეთ აი ესე რომ დარბიან იმ ხალხს. მე ამათ ოპოზიციას ვერ დავარქმევ. არც ქართულ საზოგადოებას ვარქმევ და არც არაფერს. ესე კარგი, რადგან პიროვნებების გაუქმებაზე მივედით, ქართულ ოცნებაში არიან ისეთი პერსონები, ვისი გაუქმებაც გინდათ? ქართულ ოცნებაშიც არიან, ცოტა აბა ვინ არიან, რადგან ოპოზიციაში დაასახელეთ, ქართულ ოცნებაშიც გითხარით, ვინ არის თქვენთვის მიუღებელი? ქართულ ოცნებაში ყოველ შემთხვევაში უზდელურად მაინც არ გამოდიან და საზოგადოებას პრეზიდენტი ყავს, ვინც საჯაროდ იგინებოდა, როცა პარლამენტში დეპუტატი იყო და მისი გინებების მთელი სერიები გვაქვს ნანახი. ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედა პრეზიდენტი იგინებოდა, იცი რას გეტყვით. ყველა ვართ ადამიანი და ყველა ვართ მოყოლი. ოპოზიციის შემთხვევაში რატომ არ მუშაობს ეს გამართლება? შეიძლება შეგვეშალოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს. სამართლებთ, რომ იგინებოდა საჯაროდ და ოპოზიციის შემთხვევაში გაუმართლებელია? დღესდღეობით ოპოზიცია მარაზმში გადასულდა. ქართულ ოცნებაში არავის არ ისეთ გრძელავს. მარაზმში არც ამათ დაუჭერ მხარს. ოპოზიცია აუცილებელია. 10-მდე ოპოზიციურ პარტიას ავკრძალავთო კობახიძემ თქვა. ხო და ნუ არასწორია რა ვიცი. როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ასეთ პირობებში? მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი იქნება. ბრუნდებით როგორ ჩავანათელაშვილმა თქვა 9 აპრილის რუსეთში. საიდანაც დავიწყეთ 10-ის წერტილი იგივე იქნება. აი როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ რო რეალობაში თქვენ როგორ ცხოვრება? წარმოგიდგენიათ, ან თვითონ როგორ წარმოუდგენიათ? კიდევ ერთი კითხვა მაქვს. აი შეგიძლიათ სტატისტიკა ნახოთ. პენსიონერი 70 წლამდე 20 ლარით, პენსიონერი 70 წელს ზემოთ 45 ლარით მეც მიიღებს და ამ დროს პრეზიდენტის, პრემიერის, მინისტრების, დეპუტატების ხელფასები ნახეთ როგორ იზრდება. მე ერთ კითხვას დაუსვავ ქართულ ოცნებასაც და ნუ რა ვიცი, აწივინც მოვა მთავრობაში. თვითონ 1-2 დღე რო იცხოვრონ ამათ ადგილას როგორ იარსებებენ? ხელისუფლებას გდრის მე ძალოვან პარტიას სულს რომ მარტო იყოს. ანუ ეს არასწორია ჩანაფიქრშივე და ეწინააღმდეგება ყველა უფლებას
გააზრეს გამოხატვას ხალხის ნებას ეს არასწორია. მიზანი არის ერთპიროვნული ძალაუფლება რა საბოლოო ჯამში. აი როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ოპოზიციის და განსხვავებული აზრის გარეშე? თავისუფალი სიტყვის გარეშე ცხოვრება არ წარმოგიდგენია, მაგრამ ძალიან რთული მდგომარეობაა რა, ზუსტად როგორ გითხრათ? მირჩევანი კომენტარი არ გავაკეთე, კარგით. კარგით. როდესაც ქვეყანაში გაქვს ერთი პარტია, ასეთი უახლოეს წარსულში საბჭოთა ხელისუფლება გქონდა, ხო? ასეთი იყო, სადაც იყო ერთი პარტია, თეორიულად არც კი მესმის სინამდვილეში არჩევნები რო ტარდებოდა, რომელიც ტარდებოდა. საერთოდ რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი? სრულ აბსურდი იყო სრული, ხო? საბჭოთა პერიოდში როდესაც არჩევნები ტარდებოდა, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ იქ ერთი პარტია იყო და არაფერი სხვა არ იყო. დაახლოებით არა, ზუსტად ამას დაემსგავსა ის, რასაც დღეს ვუყურებთ. და შემდეგი არჩევნები ამ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ფონზე იქნება ძალიან კაფიოდ ყველა გამოვლინებით საბჭოთა არჩევნები. ყველა გამოვლინებით, სადაც არის ერთი პარტია და თუ ვინმე სატელიტი პარტიები მათი არიან კიდე და იმასაც დატოვებენ, ეს კიდე ცალკე გაუგებრობა. ხო, ანუ შექმნიან ახლა ვის ჯერა რომ რაღაც ხალხის ზალა არის და მე სხვა. აბსურდია ეს ყველაფერი. თუ ჩვენ საუბრობთ რომ დემოკრატიული სახელმწიფო გვინდა, ერთ აზრზე ვერ ვიქნებით ყველანი. როგორი მძიმედაც არ უნდა ჟღერდეს და არ მოუწოდეს, მე ძალიან ბევრი რამე არ მოწონს, არც იქითაც და არც აქეთ. ეს არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ ჩვენ ყველა ერთ აზრზე რომ ვიყოთ. აი მე ღმერთი. მაგრამ ამას ცდილობენ. მაკეთკენ მივდივართ, რომ აი მარტო არსებობდეს ერთი პარტია, ერთი აზრი, ერთი ნარატივი. ეს არის ძალიან ძიმე შემთხვევა. მგონია ერთი ადამიანი ვარ და დღეში ერთხელ რამდენიმე სხვა აზრზე ვდგებ. კარგად იყავით. მადლობა რეპლიკისთვის. ხო, არ ვიცი, საბოლოო ჯამში ალბათ ამ ნიჰილიზმის მდგომარეობაში, რომელშიც ეხლა ჩვენი საზოგადოება იმყოფება, ალბათ ცოტა დრო გჭირდება, რომ გამოვერკვეთ და მივხვდეთ, რომ გაჩერება არ შეიძლება. რაღაცეები არსებობს, რის წინაშეც გაჩერება აღარ შეიძლება. მეც მუშაობ კულტურის სამინისტროს ციფში. რომ ჩემს დაწესებულებაში, რომელიც 85 წელია ამ დარგს ემსახურება და ამ ქვეყანას ემსახურება, 85 წელი შეუსრულდა, ხო? ხელფასი საშუალო არის 350 ლარი. დირექტორის ხელფასი არის 670 ლარი. ეს არის ის, რასაც კულტურაში, მეცნიერებაში იხდის ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, ხო? და მინისტრი იღებს 13000 ლარს. გორია ის, რასაც ერთ თვეში იღებს, ჩვენ 4 წელიწადში ვიღებთ მაგას. რაც შეეხება პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, ეს სახელმწიფო ბიუჯეტი და ეს ქვეყანა მათ საერთოდ არ არის მორგებული. ანუ რავი, გონია რომ ძალიან ესეთი რთულია, რთულად მისახვედრია პენსიონერი თვის ბოლოს როდესაც შედის და მთელი თვე ელოდება ამ პენსიას და შედის მაღაზიაში და არჩევანს აკეთებს რა იყიდოს. ესეთი რთული მისახვედრი არის, რა შეჭirdება ან თქვენი, ან ჩემი თქმა იმას ეკონომიკურად გვიჭირს თუ არ გვიჭირს. ხომ ხედავ არა? მგონია რომ ძალიან სამარცხვინოა უკვე რაღაცა ზღვარი არსებობს. მე არ ვიცი სად გადის ეს ზღვარი. დიდი ხნის განმავლობაში მეგონა რომ ქართულ ხალხს რაღაცა ეროვნული ღირსება ჰქონდა, რომელიც რაღაცას არ მოითმენდა. ოღონდ აღმოჩნდა რომ ყველაფერს ვითმენთ. მე არ ვიცი სად არის ის ნაწილი, რომელსაც არ მოვითმენთ. აი რაღაცა ხო არ მოვითმენეთ 2012 წელს და წინა ხელისუფლების დროს. ის ყველაფერი ხო მოხდა? ხო კვადრატში ავიდა. რატომ არის რომ ვითმენთ კიდევ? მე არ მაქვს ამაზე პასუხი. არ მაქვს როგორც მეცნიერს და არ მაქვს როგორც მოქალაქეს ამ ყველაფერზე პასუხი.